მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ შალვა რამიშვილი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას 50-ია შალვა რამიშვილის დილა. ერთ საათში სტუმრად გვეწევა, არა, ხო, ერთ საათში სტუმრად დაახლოებით გვეწევა მიშა ცაგარელი, ვარსკვლავ ბრიცხველი, რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცებს დაგველაპარაკება. შორენა ხვიჩია წაიკითხავს 9 საათში პრესის მომხილვას. 9 საათი ჩვენია. მინდა ვისაუბროთ დავით კარიძე, იცით, თუ არ იცით გეტყვით, რომ მე გაღლდით სამონასტრო კომპლექსში გადავიდე. პრობლემა იმდენად თვალნათელი და ცალსახაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელია, შუბი ხალთაში არ დაიმალება. წარ გაქვთ თანახი ჩემი გუშინდელი აკრედიტაციის გარეშე გეტყვით, რომ სამონასტრო კომპლექსის ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თუმცა არც არასდროს არ გვეკუთვნოდა. ეს გავიგეთ ეხლა, როდესაც 6 მაისის შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაიკავეს ტერიტორია, მონასტრის კუთვნილი ტერიტორია. იქ არის ქედი, წყალგამყოფი ქედი, რომლის მიღმაც არის უბსკული და იქით უკვე საძოვრები და ველებია. ამ ქედის ერთი მხარე გვეკუთვნის ჩვენ, იქ არის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაწილი ლავრა, ხოლო ქედის მიღმა დაახლოებით 10 მეტრის იქით ქედიდან, ქედის წვერიდან არის უნიკალური ქვაში ნაკვეთი ეკლესიები და სატრაპეზოები. აი აქ უკვე იდგა ჩვენი მესაზღვრე, რომელიც არ უშვებს არავის გარდა უდელ მონაზონებისა. იქ ვერ შედიან ვერც ტურისტები, ვერც მომლოცველები და ალბათ ეს ასე იქნება. მე თქნას რომ ეს ასე არ იყოს, მაგრამ ესეა 6 მაისიდან და როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და კულტურის მინისტრი აცხადებენ, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ყოველთვის მას ეკუთვნოდა, გაირკვა, სადაო აღარ არის, შესაბამისად იქ ყოველთვის იქნება ან ჩვენი ან აზერბაიჯანელი თოფიანი კაცი, რომელიც არ შეუშვებს სამოქალაქო პირს, აი ეს ავსახე მე გადაცემაში. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება აქედან ამოვიდეს, არაფერი კარგი რო არ გამოდის, ცხადია, როგორ შეიძლება ამას შევებრძოლოთ და რატომ არ წუხს ჩვენი მოსახლეობა. მოგესალმებით 240-00-30 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? რა ვიცი, ნამდვილად. ოჩა მომეწონა შენი გუშინდელი აკრედიტაციის გარეშე. თქვენი სახელი? შალვა. ისმენ შალვა, აბა, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? რა შეიძლება და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ქვეყანას სჭირდება პატრონი. ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან გარდა თურქეთისა საზღვარი დადგენილი არ აქვს. იგივე დღეშია აზერბაიჯანიც. აზერბაიჯანი სომხეთთან და რუსეთთან ძალიან დიდხანს საზღვარს ვერ დაადგენს. რუსეთთან მე მგონი დადგენილი აქვს საზღვარი. რუსეთთან მე მგონი მეტნაკლებად დაადგინეს. ეს საბჭოთა კავშირის ძველი ცოდვები მომდინარეობს და არა, იქ დაღესტანთან იქ თავის პრობლემებია, რო იცოდეთ რა, მაგრამ აქ მეორე საკითხია. ერთადერთი ქვეყანა ვართ ამიერკავკასიაში, ერთადერთი წყვილი უпроსწორად, ვისაც ერთმანეთთან ამ საზღვართან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა გაგვიჩნდეს. თუ ამას ხელოვნურად ვინმე არ მოიგონებს, აი ნინო კალანდაძიან, მსგავსი მისი. ეს ხო არ არის. იქ საუბარი იყოს სულ რამოდენიმე კვადრატულ კილომეტრზე. ხდება ისეთი ინტერესების ქვეშ, რა ქვეშ, რის ქვეშაც ახლა დღეს ეს ორი ქვეყანა იმყოფება 10 მეტრზე, არასოდეს არ გახდება სადაო. მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ასეა თუ არა. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება რომ დაიწყოს თან ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, პარტნიორული. გამოინახება სხვა რაღაც კომპრომისები, სხვა რაღაცის დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ თავარი რა არის, იშალვა, მე რამ გამაოგნა. უპასუხისგებლო დამოკიდებულებამ ხელისუფლებისა ხალხისა. შეიძლება რაღაცა მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმასაც კი უშვებ, რომ რაღაც გარკვეული სტრატეგიული ინტერესები არსებობს, რომლის გამოც შეიძლება დეტალები არ გახმაურდეს ამ მოლაპარაკების, მაგრამ შენ როცა იცი რომ ბერები ამბავს ატეხენ, შენ როცა არ გაინტერესებს ეს ამბავი, როგორ გაჟონავს, როგორ დაწყდება ხალხს გული, ეს უპასუხისმგებლო არ არის. ეს არის რაღაც საოცრებო. აი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ნინო კალანდაძის საქციელი ნორმალურ ქვეყანაში, ჩვენ რო
ვიყო და სახელმწიფო კონდეს და პატრონი ყავდეს არჩეული ხელისუფლება, ვისაც გული შეტკივა და პასუხისმგებელია მოსახლეობის და მოქალაქეების წინაშე, ნინო კალანდაძე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ უნდა მუშაობდეს. წესით დარიგეთ. ეს ერთი და მეორე, ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს. ყოველ მიზეზს გარეშე, თორემ ეს თავრობა ამას გადაყვება. სხვა ბევრ ცოდვებთან ერთად. მადლობთ. 240-00-30 არის ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერი, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, დარეკეთ და გამოთქვით თქვენი აზრი. მე მგონი პროტესტიც უნდა გამოთქვათ პირველ რიგში. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. ეხლა მე ერთი საკითხი მაქვს. თუ ეს ჩვენი ტერიტორია არ იყო, მაშინ 70-იან წლებში რატო ტარდებოდა იქა გარეჯობა? თქვენ ხო გახსოვთ? ისინი იძახდნენ რომ 70-იან წლებში 70-იან წლებში მედიკო მეზურიშვილი ატარებდა დიდ დღესას ყოველ წელიწადს გარეჯობა ტარდებოდა. თუ ესე იგი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო ეს კომპლექტი, როგორ ატარებინებდნენ აზერბაიჯანელები? ეს მოგონილია, ეხლა ესენი თავს იმართებენ, ეხლა დღევანდელი ხელისუფლება თავს იმართებს, ვითომ ჩვენ ტერიტორიაზე იყო. ნახეთ, ამოიღეთ არქივებში და ნახავთ წლების განმავლობაში ტარდებოდა დიდი დღესასწაული. მთელი საქართველოს ჩადიოდა იქ ამ დღესასწაულზე. მადლობთ. 240-00-30 დარეკეთ და გამოთქვით თქვენი პროტესტი, არ მოვერიდები ამ ასეთი ფორმულირების გაკეთებას. ალო? ალო? დიახ, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მე მგონი ეს ერთგვარი პიარია წინასაარჩევნო და მე ვითომ აზერბაიჯანი დაგვითმობს მაგ ტერიტორიას მე მგონი უფრო ვაკვარია. წინასწარ არის მოლაპარაკებული აზერბაიჯანელებთან რომ ცოტა თქვენ გაართულეთ ახლა ბიჭებო სიტუაცია, მე ყოვლისშემძლე მიშა ჩაერევა და გულებს დაიწერს. ნახოთ ღმერთმაქრას. თავარია რომ იქ შესვლა, იქ ყოფნა შეგვეძლოს და იყოს ეს ჩვენს ტერიტორიაში რაღაცნაირად მოვილაპარაკოთ ისე რომ ის 1-2 გოჯა მიწა რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი აზერბაიჯანელებისთვის მხოლოდ რაღაც გარკვეული სტრატეგიული ობიექტის დაკვირვების ობიექტის ინტერესს წარმოადგენს ეს ახორციელდეს ეს გაცვლა. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ახართ შალვა? არამიშოს. ახლა მინდა პირდაპირ გითხრა, მე შენი დიდი ფანი არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ აი გუშინ შემიყვარდი. სად იყვნენ დანარჩენი ჟურნალისტები? სად იყვნენ დანარჩენი? აშუქებდნენ გენაცვალე, ჩვენი ტელევიზია აშუქებდა, გაზეთები აშუქებდა, პალიტრას ჟურნალისტი აშუქებდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ქვემდებარე ჟურნალისტები არ წავიდოდნენ იქ, არც საზოგადოებრივი აუწყებელი არ წავიდოდნენ. რაღაც უნდა შვილო, მაგას ბევრი ლაპარაკი, ქართველი მესაზღვრეები იდგნენ. იქ არ მდგარან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ქართველები არ გიშობდნენ იქ, ხო შეხედეთ არა? კი. ხო და რაღაც უნდა ამას უკვე ლაპარაკი. ეს არის ან გაცვლილია რაღაცაში, მაგაც საკეთილდღეოთ ისევ და არა ქვეყნის საკეთილდღეოთ, ან გაცვლილია და ან და მართლაც პიარი არის წინასაარჩევნო. სად არის საპატრიარქო? რატომ არ შემოკრავენ განგაშის ზარებს? მე მინდა გაკეთოთ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის ეს გახლავთ ელმან აბდულაევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, რომელიც იძახის ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ადრეს მოგმართა. მაშინაც უთხარი და ახლაც გეუბნებით მოგმართან ოფიციალურად თუ რა პრობლემაა და ჩვენ ამას განვიხილავთ, ანუ ოფიციალურად არც მივუმართავთ. ისევე თქვით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი 6 მაისამდეც იყო შესვლა აკრძალული, რადგან ეს საქართველოს ტერიტორია აღარაა და შესაბამისად როგორც სხვა სახელმწიფოში ისე უნდა გადახვიდე. და მე ამბობს თქვენმა საგარეო უწყებამაც თქვა რომ ეს სხვა სახელმწიფოს შემოქმედებაშია და რატომ გიკვირთ ჩვენი პოზიცია? 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ. გამარჯობათ ბატონაშალვა. გამარჯობათ. ხო, იცით რა, ნინო კალანდაძეზე იყო ლაპარაკი. დიახ. ნინო კალანდაძის დაწერილი არ იყო ის. მაგას ავტობიოგრაფიას დაწერაც არ შეუძლია. ასაგებია, ნინო კალანდაძე. უბრალოდ კითხულობდა. ნინო კალანდაძე არ არის ეს გადაცემა. ნინო კალანდაძე იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. ძალიან. რომ საერთოდ არ ძირს რესპონდენტებიც არ არის საინტერესო. ამიტომ ჩვენ ვილაპარაკოთ პრობლემაზე ვილაპარაკოთ. ნინო კალანდაძე რა სიტყვის როგორც ნინო კალანდაძე. ნინო კალანდაძე იმიტომ გვაინტერესებს რომ ჯერჯერობით დღეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, ხო და ამიტომ გვაინტერესებს. ნინო კალანდაძე ხა როგორია და რა ინტელექტი აქვს.
ხაჩემზე კარგად არ თქვენ არიცით და არ გვინდა ამას ლაპარაკი. მოდით ლაპარაკობთ. მართალი ხარ, მაგრამ ესია მაგის დაწერილი არ არის. არ არის, მაგრამ გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ რეკავდა გაწუხებდა ეს ამბავი, ყველანი აღელვებულები ვართ და მართლაც არ ვიცი. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ალო? ალო, დილემშვიდობის შეშალო. იცით რა არის, ხა გისმენთ მე და ეს ხალხის აღშფოთება გასაგებია და ჩემიც რა თქმა უნდა, მაგრამ გასაკვირი იქნება, რომ საქართველოს ჩვენმა ღირსეულმა პრეზიდენტმა მალე თავის რეზიდენციას მეჩეთი დაადგა, შემოტა? არა, ეს უტრირებ თქვენ. მოდით როგორ ჯობია ხალბატონო, მოდით როგორ გავაკეთოთ. თქვენი სახელი? ლალი. ვერც ერთი საქართველოს პრეზიდენტი თავის რეზიდენციას მეჩეთს ვერ დაადგავს, იმიტომ რომ რა ვიცი, ისე მოდიან ესენი ნელ-ნელა. მაგრამ მოდით ჩვენ იცით რა ვილაპარაკოთ. თბილისისკენ ყველაფერი. აი ამათი არის ჩვენი ასე იგი იდეური მოწინააღმდეგეების სიძლიერე, რომ ჩვენს უტრირებას და გადაჭარბებებს ეძებენ და იჭერენ ამათ. ჩვენ მოვთხოვოთ პასუხი, რაზეც არის მოსათხოვი. მადლობთ რომ რეკავთ. მითხარით გამოსავლის გზები. ანუ გასაგებია რომ ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ტრადიციულად და ახლა მით უმეტეს არის ძალიან განაწყენებული ხელისუფლებაზე. მაგრამ ჩვენ მათ კი ნუ ლანძღავთ ან რაღაც ფანტასმაგორიულ იდეებს ნუ ვიძახით. მოდით ვილაპარაკოთ ახლა რისი გაკეთება შეიძლება. 2400030 ჩვენი ტელეფონის ნომერი, ალო? გამარჯობა. გამარჯობა. ერთი ძალიან მოკლე ისტორია უნდა მოგიყვე. მაგ საკითხთან ახლოს იქნებოდა. ძალიან. ახლობით 2 წლის წინ ბაქოდან წამოვედი ჩვენ მეგობრებთან ერთად მარშრუტკა დავიქირავეთ და ზუსტად ახალი წელი იყო. განჯაში რომ შემოვედით იქ მსხოლმა დავანახა ერთი დიდი ალაყაფის კარები წელი სიმაგრის. ხო და მითხრა რომ იცით რაო ეს შინაური საუბარი ასე თქვა რა გქონდა მწყოთან და ერთი ამის ესეთი კარებიო ჩვენ მეორე გვაქვს მეორე არისო მაგრამ ისო საქართველოში არისო და რა იქნებაო რომ იქნებაო დაგვიბრუნოთ ეს ისტორიული კარები არისო რაღაცაო ესო ისო რა და ჩვენაო ამდენი რამე გაგიკეთეთ თქვენაო შევარდნაძის დროსაო ისო ნავთი მოგეცით ბენზინიო ასეო და ისო ყובה ნუ წაუყრე ხმა არ გავეცი ნუ ეს კაცი ჩამაცივდა რომ გინდა თუ არაო აი რა სითხეთ შეეთყობა ჩემი აზრი აინტერესებდა რა მე უთხარი რომ კი ბატონო მეთქი ჩვენ დაგიბრუნებთ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგვიბრუნებთ კახსა და ჰერეთის იმას მეთქი რა ქვია ტერიტორიაზე რა შემოხედა გაკვირებულმა და მანქანაც კი გააჩერა რატო უნდა დაგიბრუნოთო და იმიტომ რომ ის ჩვენი ტერიტორია იყო მეთქი ერთ დროს კაცმა სრული აი აშკარად გულწრფელად მითხრა რა რომ რას მელაპარაკებიო ეს მე არ ვიცოდიო ამეთქი რომ როგორ არის შენიცი რომ ეს თითქმის არავინ არ იცისო ჩვენთანო აზერბაიჯანში პირველად მესმის ესაო იმდანაც დიდად გაკვირვებული იყო ეს კაცი და ეხლა აბსოლუტურადაც არ გამეკვირდება ის თუ ზედა ეშელონებშიც არ ეცოდინებათ აზერბაიჯანის ის რომ ქარეჯი იცით როგორ რაც გეტყვით გასაგებია ზედა ეშელონში შეიძლება არც იციან და არც უნდა იცოდნენ რომ იცოდნენ მათთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებია მნიშვნელოვანი რამდენად მე ვიცი იქ არის სათვალთვალო პუნქტია კარგი იქიდან და ამიტომ ჭირდებათ ეს მაგრამ ჩვენ ხო შეგვიძლია ვალდებულია ჩვენი ხელისუფლება იმ რაღაც გოჯის მიწაზე სადაც არის საუნასტრო კომპლექსი სადაც უნდა ილოცოს ხალხმა სადაც უნდა ნახოს ეს ფრესკები ვინც მორწმუნე არ არის მათთვისაც არის არა მორწმუნე ქართველებისთვისაც არის ძალიან ძვირფას იმიტომ რომ მე არც უყურეთ თუ არა თქვენ განაცემას მე-19 საუკუნის ფრესკები, ხატები ნახე. მე-19 რამ არ მინახავს ქვაში ნაკეთი სენაკები. იქ ხო უნდა მიდიოდეს ტურისტი, იქ ხო უნდა მიდიოდეს ჩვენი თანამოქალაქე, ხო? ნებისმიერი ეროვნების. აი ეს არის პრობლემა, ეს უნდა მოვაგვაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. აბსოლუტურად გეტყვით. ერთი გოჯა მიწაა. ძალიან მცირე ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია მოველაპარაკოთ. ქვეყნები ლაპარაკობენ ამაზე. კი შეიძლება ნუ სანაცვლოდ თუ ასე მაინც და მაინც უნდათ რაღაცა იქ სანაცვლოდ რაღაცა მაგის ის კი ბატონო მადლობთ 2400030 არის ტელეფონის ნომერი ჩვენი მოგესალმებით კიდევ ერთხელ გამარჯობა ბატონო შალვა გისმენ ირაკლი ვარ მეწერეთელი გამარჯობა ირაკლი როგორ ეხლა არის მოვლენებს უნდა საერთოდ ქართველების უბედურება ის არის რომ მოვლენებს არაფერს სახეს ეს აზერბაიჯანის მხრიდან არის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ტერიტორიის უკანონო მიტაცება და ეს იმის ბრალია რომ
აი ეს დღემდე არსებული არც ერთი ხელისუფლება არ იძახის იმას, რომ საქართველოს ტერიტორიები უნამუსოთაა გადანაწილებული რუსეთსაც, თურქეთსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანს. გამოსავალი რა არის ერთი. მთელი ქართველიერი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ეს მოღალატე დამპალი ხელისუფლება რონა ჩააბარა აფხაზეთი, ჩააბარა ესე იგი შიდა ქართლი უნდა წაილეკოს რა მშვიდობიანი გზით. კარგი. და სანამ ქართველიერი ესე იგი იქნება ასეთი უტამოყვარო და ბოდიში მომითხოვია ყველაფერს აიტანს, აზერბაიჯანის და ყველა მეზობერის თავზე უზამს და აქიც არის ჩვენზე რა. კარგი. ემოციურად ლაპარაკობ, გასაგებია შენი ემოცია, მშვიდობიანი წალაკვის რამოდენიმე მცდელობა გქონდა და რა გამოვიდა აქედან ხედავთ. 2:40:00 არა ვარ ჩვენ მშვიდობიანად წამლეკავი ხალხი როგორც აღმოჩნდა რა. რა ვქნათ. რაღაცებს უნდა შევეგუოთ. და კარგიც კია შეიძლება. რატო უნდა შევეგუოთ? იქნებ კარგიც კია, მაგრამ ნუ ეხლა არჩევნების წინ ასეთი კოზირის მიცემა ოპოზიციას, როცა პრაქტიკულად გამოდიხარ და იძახი, ნუ რა დამთავრდა, რა ვქნათ ბიჭებო, დიდი ბოდიში, აი ის რაღაცები, საგანძური რაც ჩვენ გვაქვს, იქით არის და ვერ ნახავთ ეხლა. მესაზღვრე თოფიანი კაცი აღარ შეგიშვებს აწი. აი ეს ამის გაკეთება. პირიქით, რა სისულელია, უნდა თქვა, რომ ჩვენ მუშაობთ ამაზე. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ. შეუძლებელია რომ ესე იყოს. პირობას გაძლევთ, პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს. ეხლა ამათ რის იმედი აქვს, რომ რუსთავი 2 იმედი და სხვა რო არ გააშუქებს, ჩვენ გავჩერდებით და ამ თემას არ ვეცემით ბულდოგივით და არ გამოვხრავთ ყველაფერს და არ ვიზამთ იმდენს რომ ყველამ გაიგოს რომ პრობლემაა. უპრილო იმედებია ჩემი აზრით. მიშას ყოველთვის ეშლებოდა ან კონტროლი უნდა იყოს ტოტალური, ან უნდა დაამყარო ავტორიტარიზმი, საბოლოოდ ბეჭედი უნდა დაუსვა, ან უნდა იყოს დემოკრატიის ნახევრად ქალიშვილური მიდგომა, რომ მაესტრო ლაპარაკობს, მაგრამ სამაგერად რუსთავი 2 ხო არ აშუქებს. ეგრე არ არის. გავა ეს მაესტრო სხვათა შორის სატელიტზე ვართ. დადგება ეს სატელიტი ძალიან ბევრ ოჯახში და გაიგებს ამბავს. ჩვენ მზარდი მაყურებელთა რიცხვი ყავს და ეგრე არ არის ჩემო კარგო ხელისუფლების მომხრეებო და ხელისუფლება. ალო? ალო? გამარჯობა. შალოს გეუბნებს. ისე შალო, რა მინდა ხა გითხრა, აქ სასაზღვრო რეგიონზე იყო საუბარი, ხო და თვითონ რა უბედურება ტრიალებს უნდა ნახო მარნეულში, ბოლნიში, ესე იგი უკანონო შეხედულებებია მეჩეთის. მე არა ვარ წინააღმდეგი, როცა თქვათ იქ ჩამოყალიბდება ეს რაღაც კანონის ფარგლებში ექცევა, ხო ეს სხვა მომენტია. ესე იგი ერთ დღეღამისში ერთ თვეში არძედა მხედველობის სამსახური, ჩადიანი სასულიერო პირები არის საშინელი წინააღმდეგობა, საშინელი და აბსოლუტურად არის უძლური სახელმწიფო, რომელიც სასაზღვრო რეგიონზეა საუბარი, შუა საქართველოში, შუა გულში ხდება ესეთი უმსგავსობები. აი ეს ჯერ აქ არის თავი. არა, მანდ ეხლა ცხადია რაც ხდება, ეს არის ბეღელი, წინასაარჩევნო ბეღელი და მით უმეტეს ეხლა იქ არანაირი პრობლემები არ შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ ხელისუფლებას ურჩევნია დაალაგოს სიტუაცია ურთიერთობა, ისე რომ წინასაარჩევნო წამოიღოს ტონახმი. მადლობა. არა, მაგეთი მომენტი არის, მე პირადად კადრები მაქვს, შემიძლია მოგაწოდოთ კიდევაც, როდესაც სასულიერო პირი ეუბნება მთავრობის წარმომადგენელთან ერთად დაიბარებს, მიდის და ეუბნება, ეს მაღალი იერარქიაზე მაქვს საუბარი, რომ აქ აი ამათ აქვთ ამის უფლება. გამოდის იქიდან ქალი აზერბაიჯანელი, რომელიც ეუბნება, რომ это наша земля, Бог дал эту землю нам. Вы что здесь хотите? და ეს ეუბნება რომ აი შეხედე რა, მთავრობის წარმომადგენელს ეუბნება იერარქი რომ შეხედე ეს ხვალ რა დღეში ჩააგდებს ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, თქვენ არ უნდა მიიღოთ რამე ზომა ამაზე და ესენი ხურებ ჩამოყრენი მარტო აქ რო არიან ვაჟკაცები ეს დედლები ესენი იქ ხმას ვერ იღებს რა. აი ესეთი უბედურ დღეში ვარ რომელიც სასაზღვრო რეგიონზეა ხელაპარაკი. აქ შეიძლება ფემილია პირით მოგაწოდოთ, ეს არის უბედურება რაც ხდება შუა საქართველოში სასაზღვრო. იქნებ მაესტროში მოიტანოთ ეს კომპაქტ დისკი. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. 2:40:00 30 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? აქ რა თქმა უნდა საუბარი არ არის რომ საკუთარი რელიგიური გზნობის აღსარებლობის უფლება უნდა წავართოთ ვინმეს, მაგრამ კანონი ყოველთვის უნდა იყოს კანონი. თუ ფერიას მთაზე უკანონო იყო ეკლესიის მშენებლობა და იგი დაანგრიეს, მეჩეთსაც და ნებისმიერ სხვა რელიგიურ დაწესებულებას ასე უნდა მოექცნენ. სტანდარტი უნდა იყოს ერთნაირი ყველასთვის. იმიტომ რომ ეს ცხადია ესეც არის. 2:40:00 30 ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. ძალიან ესე იგი დიდ პატივს და ძალიან მომწონს თქვენ რასაც აკეთებთ და რო არ იმაში იხევთ უკან და თქვენ საქმეს მაინც ამბობთ, მაგრამ იცით რა მიგვირს, ესე იგი იმათ იქ რომ სათვალთვალო პუნქტი აქვს, ვის უთვალთვალებენ ქართველებს?
და ეს დაუთმო? არა, ქართველებს არ უკან აბა ვისო თვითონ სომხეთის ტერიტორია ჩანს იქიდან მე როგორც მე ვიცი, კარგი რაღაც სამხედრო სტრატეგიული მიზნებისთვის ჭირდება. ის სომხეთის თვალთვალი ქართველებს არ ჭირდებათ? და მეორეთვის მე კიდე დაუთმოს აქედან შემოგვიტევენ ეს დაუთმოთ იქიდან შემოგვიტევენ ის დაუთმოთ უთმეთ აფხაზეთი სამაჩაბლო რაღა კიდე საიდან შემოგვიტევენ კაც მარტო და მოვიჭრათ ეს დიდი ნაწები და ვუძლიოთ მადლობთ 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო გისმენთ 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო დიახ გამარჯობა ეხლა მე ისე თქვა მინდა ეს უტოვებს პრობლემებს ბიძინა ივანიშვილს ასე მეტი პრობლემებს დაუტოვებს მეთქო რომ მაგისთვის კაი იქნება ალბათ მე ესე მგონია კარგით 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო გამარჯობათ. იცით თქვენ არ ვიცი მოისმინეთ თუ არა წუხელ ჩართვა იყო სალომე ზურაბიშვილთან. კი, მან თქვა რომ 2005 წელს ის იყო. თითქმის მისულიყო იმ დონეზე რომ პრეზიდენტების მოლაპარაკება იყო მხოლოდ საჭირო. გასაგებია. დიახ და რა თქმა უნდა ეს არ შედგა. არ აინტერესებს ჩვენს პრეზიდენტს არც ტერიტორიები არაფერი, ოღონდ თვითონ იჯდეს თავის სავარძელში. მეტი არაფერი და აი ასე ბეღელია მართლაც ეს აზერბაიჯანული დასახლება და ყველაფერს ისმის ხუთიანების მოხაზვისათვის დანახმარი საქართველოს მთლიანად ჩამოურიგოს ყველა მეზობლებს. სირცხვილია უბრალოდ მართლა არ შეიძლება ყველაფერზე გაჩუმება იცით. მადლობთ 2400030 ალო გისმენთ ალო დიახ ალო დიახ მე ვფიქრობ რომ აი ხელის მოწერის მსგავსად იქნება ქართველმა ხალხმა Facebook-ის საშუალებით ან კომპიუტერით გაუგზავნოთ ქართველი ხალხის თხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ვთხოვოთ რომ ეს გავუკეთოს არა მთავრობის ჩარევით არამედ ხალხის თხოვნით მე ვფიქრობ რომ აზერბაიჯანელები ამას გაითვალისწინებენ და უფრო უპრობლემად გადაწყვეტავენ ვიდრე მთავრობის ჩარევით 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი რაღაც საკითხები მხოლოდ მთავრობებს შორის არის მოსალაპარაკებელი ალო გამარჯობათ გამარჯობა შალვა ისმენთ ადამიანს რომელსაც ეს მიშასთან დაკავშირებით ვამბობ რომელიც იძახის რომ ჩემი ფერფლი ანუ დაწვაზე ფიქრობს ხო იმას რომელი ეკლესია და რომელი სარწმუნოება აინტერესებს ეხლა ერთს გეტყვი დაახლოებით 1 კვირის წინ იყო წალენჯიხაში ჩამოსული მაგრამ ეს ნაციონალურმა ტელევიზიებმა რა თქმა უნდა არ გააშუქეს და აჩვენეს მხოლოდ და მხოლოდ ფოთი და წალენჯიხაში იყო რა ვითარება ესე იგი ამდენი წლების მანძილზე ერთი დასუფთავება რო არ ჩაუტარებიათ და არანაირი ურნა დგას ყველაფერი ბოდიში და სუნით არის აკროლებული მაშინ ასფალტიდან დაწყებული ყველაფერს ვეცხავდნენ ეს რატო არ გააშუქა ნაციონალურმა ტელევიზიამ ეს რიტორიკული შეკითხვებია რატო არ გააშუქა იმიტომ არ გააშუქა რომ არ არის ეს ტელევიზია ეს არის პროპაგანდის საშუალება ეხლა თქვენ ამგვიცით ეს რა თქმა უნდა იცით რაღაც ის გამოხდება ეს იცით როცა რა ჩვენ ვიტანთ იმას რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ტელევიზია არ ტელევიზიებს და არის პროპაგანდის საშუალებები ეხება იმის ხარჯზე რომ აბა უკეთესია ვინმე აბა კარ მოგწონს რომ მანქანებს არ იპარავენ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა კარგი დიდი მადლობა 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო გამარჯობათ დიახ ესე იგი რატომ არის ის მიშა რაც ხდება ძალიან კარგად იცის ყველაფერი ეგ ელოდება ეხლა სიტუაციას ხალხი როგორ აბობგდება და შემდეგ ამის საფუძველზე ეს გახდება გმირი მithom აი ეს საქმე მერე მოაგვარა ეს უყურებს სიტუაციას როგორ წარიმართება
რანაირი რეაქცია ექნება, ხო? არ ვიცი, არ ამგონია რომ რაღაც ესეთი ჩახლართული ჩანაფიქრი მე ქონდეს. ესე მგონია რომ ეგ მოლაპარაკებულია აზერბაიჯანის მხარესთან თქვენი აზრით? არ არის მოლაპარაკებული. ისინი იტყვიან უცებ აზერბაიჯანელი, უი ნახანმიშა მთხოვა დავთმეთო? არ არის მოლაპარაკებული, მაგრამ მაგას ეხლა რაღაცა ხო უნდა კოზირი ეჭიროს ხალხისთვის, რა? იქნებ საერთოდ გაატაროს და არც დაინტერესდეს ამ. არ გაატარებს. როცა დასჭირდება, მაშინ წამოწევს ამ საკითხს. რას იზავს? და შეიძლება შეთანხმებულიც არის აზერბაიჯანის რა არ ამგონია რომ აზერბაიჯანული მხარე აი ესეთ თამაშში იყოს ჩართული. შეიძლება ყველაფერს არის 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? 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 გამარჯობათ. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? დათო ტურაშვილი გამოჩნდეს ახლა Facebook-ზე და ინტერნეტში აქტიურობს ალბათ, მაგრამ ფართო მსმენელისთვის. ჩახედული ასე თუ ისე ამ საკითხი პოლიგონად იყო ქცეული ერთი პერიოდი დავით გარეჯის ამბავზე. თუ შეიძლება მე გვანცას მიმართავ, თუ გვაქვს დათოს ტელეფონის ნომერი და გვაქვს, იქნებ როგორმე სატელეფონო ჩართვა გავაკეთოთ. თუ გვიძავს ახლა 9 საათია და იქნებ ვეცადოთ აი უახლოეს 1 საათის განმავლობაში დათოს ჩართვა განახორციელოთ ტურაშვილის. არა, ტურაშვილის. აი ხო ვერი გვიძებს გასაგები. ნუ ყოველ შემთხვევაში იქნებ ვეცადოთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ხალხი უბრალოდ მართლა ინტერესდება ამით, იმიტომ რომ მეც ვიყავი 88-ში იმ სტუდენტთა ჯგუფში 16 წლის ვიყავი მაშინ 17-ის. როდესაც ეს ამბავი, გარეჯის ამბავი აგორდა, მაშინ იყო ლაპარაკი რომ პოლიგონზე აფეთქებული ჭურვების გამო, აფეთქებების გამო იბზარება სენაკის კედლები. ახლა საერთოდ დავკარგოთ ეგ სენაკი, ვერ ჩავდივართ იქ და აქთან გამომდინარე დათოს მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ალო? გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონო შალვა. დიახ. 90-იან წლებში ქართველი ახალგაზრდობა რომ გამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა გარეჯში და მაშინ დათმობაზე წავიდა რუსეთი. იქ ლაბორატორია გააკეთეს რომ მოსკოვისთვის ეჩვენებინა რომ მართლაც სეისმური რყევებია და ეს საფრთხეს უქმნის აი ამ ფრესკებს. ეს ერთი. მეორე, რატო ფარქალებდნენ თევზები ორთაჭალის გზებზე იქ ხებით საიდან მოვიდა ისწალი ეს მეორე. და მესამე თუ დაეძინა ქართველი ერთ მაშინ კლასის ხმამა 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? რატო დროშს გამორთული აქვს ტელეფონი და ჩვენ ყველანაირად ვესწრებით ჩვენი ტელევიზია. მე პირადად რომ ან სუბიექტურაში ან სადმე ჩავრთოთ და მისი პოზიცია გავიგოთ. ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. ისმენთ. გისმენთ? ეს პრობლემა. აი, ყველაზე კარგად თქვენ უსმენთ ბატონო შალვა, ხალხი შემოდიან, რეპს ლაპარაკობენ. აი ის რომ ძიზღია უკვე საქართველოში, ხალხს აღარ უყვართ ერთმანეთი. გადაწყვეტენ პატრიარქს, რატო ყველა ჩვენი სატკივარი არ არის ესა? ჩვენი არ არის ესა? მართლაც მე ვხედავ მთავრობას რომ რამე უნდოდეს. იქნებ ხალხმა მოახერხოთ ის რომ რაღაცნაირად აზერბაიჯანის მთავრობას თხოვოთ. ისინი უფრო ადამიანურები არიან, მე ასე მგონია. და ხალხის ნებას ისინი უფრო გაითვალისწინებენ ვიდრე ჩვენი მთავრობა. და თუ შეიძლება პატრიარქის ლანცხვას ხალხის გასაგონად მინდა დავანებოთ თავი რა და რაღაცა უფრო მეტი სიყვარული გამოვამშხავნოთ ერთმანეთისადმი. ბოდის კი. მადლობთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გამარჯობათ. ბატონო შალვა. დიახ, ბოლომს ვენახეთ. ხალხი მიდგას 90-იანი წლები. დათო ტურაშვილთან ერთად ფიქრია ჩიხრაძე ტრიბუნიდან ბატონო ჯუმბები გაატყუებენ. აი ამას ეუბნებოდა ტრიბუნიდან. და ფიქრიას მოიყვანეთ მაგა. კი. ჩვენ თეთრახანი ახლა რეკლამას ვნახავ და შემდეგ შორნახვიჩია წაგვიკითხავს იმას თუ რა დაწერეს გაზეთებმა. ეთერში ვართ, შორნახვიჩი არის ჩვენი გადაცემის პრესის მოხილვის ავტორი. დღეს
სკანდალური, აი მართლაც სკანდალური ფოტოები გამოაყენა. ხშირად ალია იძახის რომ სკანდალური მასალა აქვს, სინამდვილეში სკანდალური ბევრი არაფერი. ნამდვილად სკანდალური მასალა, თუ ეს არის ნამდვილად იმ დროს გადაღებული, როცა ამბობს ალია. რაშია საქმე? 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში შოპინგობდა. მე ვთხოვ ოპერატორს და რეჟისორებს იქნებ როგორმე მაყურებელს აჩვენენ ფოტოები, მე შევეცდები ყველა მომელ კამერაზე ვიმუშავებ. ამ კამერაზე, აი ეს არის ფოტო, რომელიც არის გადაღებული მილანში, მიხეილ სააკაშვილი მოძრაობს გადაკვეთს ქუჩას, აქ ჩანს ჯერჯერობით ამ ფოტოზე არ ჩანს რომ მაღაზიაშია ნამდვილად. შეგვიძლია ვნახოთ დანარჩენი ფოტოებიც. სადაც ჩანს რომ ის ნამდვილად იმყოფება მაღაზიაში. ამ ფოტოებზე ჩანს რომ შედის მაღაზიაში, ამ ფოტოებზე ჩანს უკვე რომ არის მაღაზიაში, აქ გამოდის და ტოვებს ტერიტორიას. და როგორც ალია იუწყება, ის მან იყიდა საათი, შემიძლია წაგიკითხოთ. ეს სკანდალური ფოტოები ალიას ორშაბათს საღამოს ექსკლუზიურად მიაწოდეს. დღეს ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ორშაბათს ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ მილანის ცენტრში მონტე ნაპოლიზე შოპინგობს. როგორც ალიას ექსკლუზიურად აცნობს, მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. მოგეხსენებათ, სლოვენიაში კვირას საქართველოს 17 წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწრო, როგორც ჩანს მომხდარი სტიქიური უბედურებით 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით მიღებული დეპრესიის გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და შოპინგით გადაწყვიტა. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც წინასაარჩევნო ტელეკამერების წინ გაჭირვებული მოხუცის ნახვაზე ცრემლებისთვის. ეს ის სააკაშვილია, რომელმაც თავისივე მინისტრებს შენიშვნა მისცა ფუფუნების დრო არ არის, როცა თითოეული ქართველი დღეში $2-ზე ცხოვრობს. ფუფუნება კარგი, ცხოვრება და შოპინგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ დროს, როცა შენ ქვეყანაში სულ რაღაც ერთი დღის წინ სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სკანირებულად დაასკანირეს ინტერნეტში ეს გვერდი და ვაჩვენოთ აი Facebook-ში გავრცელდა უკვე ეს ფოტოები. აი თქვენ ხედავთ აი ამ კოლაჟს. ნათელია რომ ეს არის მიშა სააკაშვილი და ნათელია რომ იგი შედის მაღაზიაში. რომ შეიძლება ითქვას თქვან რომ ეს სხვა დროს არის გადაღებული. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და განგვიმარტოს როდის არის ეს ფოტოები გადაღებული. ალიას ალბათ გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად არის იმ დღეს გადაღებული, ან მას შემდეგ პერიოდში, რაც ტრაგედია მოხდა თბილისში. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ეჭვი ჩნდება და ასეთი ეჭვი ლეგიტიმურია, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მაინც არის გადაღებული მეორე დღეს, როდესაც წყალდიდობამ ხალხი შეიწირა. მაგრამ რახან ეს ეჭვი არსებობს, ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი თავისი პრესპიკერის პირით გააკეთოს განმარტება, თუ როდის იმყოფებოდა მილანში, ამ მაღაზიაში და როდის გადაუღეს ეს ფოტოები. თავისთავად აქვს უფლება. არავინ არ ედავება იმას, რომ მას შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს საათი. ეს ჭირდება საათი და შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს გაკეთდა მეორე დღეს, ეს არის პრობლემა. თუ ეს გაკეთდა მანამდე, ეს ნაკლები პრობლემაა, საერთოდ არ არის. ველოდებით ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებას. ბატონო, სანამ ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადება იქნება, სხვა თემებზე მოგიყვები, რამდენ პოლიტპატიმარს და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულს დაეხმარება ფონდი კომაგი და რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი 1500-დან 5000 ლარამდე დახმარებასთან. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ შალვას საუბრობდით ამ თემაზე, გაზეთ რეზონანსი ეწერა, რომ ქართული ოცნება დაეხმარება 1500-დან 5000 ლარამდე ყველა პოლიტპატიმრისა და ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთა ოჯახებს, თუმცა გუშინვე მაია ფანჯიკიძემ და სოზარ სუბარმა აღნიშნეს, რომ ქართულ ოცნებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ფონდთან. იამეტრეველი მინდა გაწყვეტილი უკაცრავად, მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ იამეტრეველი დღეს სუბიექტური აზრის სტუმარი იქნება და ყველაზე კომპეტენტურად ისაუბრებს ამ თემაზე. თუმცა ის ფაქტი, რომ პირველად ფონდის შექმნის შესახებ გააცხადეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებში დაბადა ამ ფაქტმა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს ქართული ოცნება კავშირში იყოს ამ ფონდის შექმნასთან და შესაძლოა კონტროლის პალატამ, როგორც სხვა ფაქტები, ესეც გამოიყენოს. ამ განცხადებების გამო არ ამგონია. დაინტერესდეს ყოველ შემთხვევაში. დაინტერესებით დაინტერესდება. რეზონანსი წერს, რომ
მოსდამცველები თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. სტიქიის ტრაგიკული შედეგების გამო გარემოსდამცველები თბილისის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ, რადგან მოსალოდნელ ნალექთან დაკავშირებით სპეციალისტები პროგნოზებს წინასწარ აკეთებდნენ 5 გარდაცვლილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები და მილიონობით ლარის ზარალი. ასეთია შედეგები, რომელიც ქალაქში მოსულმა წვიმამ გამოიწვია. ასევე ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებული პედაგოგები გიათ საგარეიშვილმა გუშინ ჩაატარა პრესკონფერენცია, რომ თან მოიყვანა უამრავი 10-მდე პედაგოგი იყო ვიზუალურად როგორც მახსოვს. გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლიდან ბიოლოგიის ერთადერთი მასწავლებელი ციცინო ჯავახიშვილი სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მას სააკაშვილი არ უყვარს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს მიზეზი დაუსახელებია გორის სასამართლოში სკოლის დირექტორს მოსამართლის კითხვის პასუხად, როდესაც გათავისუფლებული პედაგოგის საქმე იხილებოდა. ანუ რატო გაათავისუფლდა? იმიტომ რომ სააკაშვილი არ უყვარსო, ესეთი პასუხი გაუწია სკოლის დირექტორს. ზურაბ ზვიადაური ქართულ ოცნებას შეუერთდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში. გუშინ მეკითხებოდი შალვარ პარასკევს მეკითხებოდი ოლიმპიური ვარსკვლავების სია, როცა ზვიადაურის ყოფილა. და განცხადებიდან მეორე დღეს უკვე გაირკვა, რომ ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის გუნდში გამოცხადდა და გაერთიანდა ქართულ ოცნებაში. ზვია ძიძიგური დავით გარეჯი ხალხს ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ. ანუ როგორც ვიცით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უშლიან ხელს და ამბობს ზვია ძიძიგური, რომ ქართველი მესაზღვრეებიც არიან ამაში ჩართული და ამის დასტურად ნოკალანდაძის განცხადება. დიმიტრი ტიკარაძე შემეხმიანა. გვანცა, მე ვიცით ჩვენ დიმიტრის ტელეფონის ნომერი, ხო? ეხა შემეხმიანა. ჩვენ ვიცით დიმიტრი ტიკარაძე არის ალიას თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი. შემეხმიანა იქნებ დაურეკოთ, იმიტომ რომ საინტერესო ინფორმაცია აქვს, რის მიხედვითაც ის ეცდება რომ თქვას, რომ ეს ნამდვილად არის გადაღებული რედაქტორი თანამშრომელი არ წერს ხო და ეხლა დაგირეკავთ კი ვიცი შენ ტელეფონის ნომერი დიმიტრია დაგირეკავ შენი პროდიუსერი ძალიან საინტერესო ამბავია ამ ფოტოებზე ნამდვილად სანამ დიმიტრი ტიკარაძეს დაუკავშირდებოდეთ გიორგი ასანიძე ზურაბ ზვიადაურის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს რომ პატივი უნდა ვცეთო ძალიან კორექტულად გამოეხმაურა გიათ საგარეიშვილი ხელისუფლება პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ამის შესახებ ახალი თაობა წერ შეგახსენებთ დაიხოცნენ თუ არა სტიქიის დროს პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა ამის შესახებ მედიაში წერენ თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება ხათუნა კალმახელიძე მე-7 საპრობილეში გარდაიცვალაო პატიმრიო საუბარი იყო თუმცა ეს არ დასტურდება ჯერჯერობით ტიკარაძე უკვე ალიას რედაქტორი რომელსაც გამოაქვეყნა ეს ფოტოები უკვე ხაზია მოდი მოусმინოთ გამარჯობა დიმიტრი შენ თვითონ კარგად გესმის რომ ეს ფოტოები დიდნებად აღელვას გამოიწვევს შორინას და მეც რა თქმა უნდა გვაქვს ეს შეკითხვა საიდან შეიძლება შენ დაამტკიცო რომ ეს ფოტოები არის გადაღებული არა ერთი წლის შემდეგ ან რა ვიცი ძალიან მარტივია ყველა ფოტოს ეს კარგად იციან თვითონ თქვა სპეციალისტებმა პროპექტში ანუ თავის მენიუში აქვს მითითებული გადაღების თარიღი ეგ კამერაზე ყენდება ჰაკერულად შეიძლება ეს შეცვალო მოდი ესე ვთქვა ჰაკერულად რა თქმა უნდა შეცვალო ეს გადაღების თარიღი ყოველ შემთხვევაში ექსპერტიზას ყოველთვის შეუძლია დაადგინოს ეს ჰაკერულად არის შეცვლილი თუ არ არის ამის ტექნოლოგიები არსებობს უბრალოდ ჩვენ შევამოწმეთ რა თქმა უნდა როცა ფოტოები მივიღეთ და ეს ფოტოები გადაღებულია 14-ში დილით 10 საათს და პასუხს აგებთ რომ ეს ფოტოები არის გადაღებული 14-ში რა თქმა უნდა ვინ მოგაწოდა არ იტყვი იმიტომ რომ ეს შენი უფლება არ თქვა ხო მე SMS არა მაგას რომ მეკითხები უკვე გასაკვირია საერთოდ ხო არა გასაგებია ხო გასაკვირი არა იმიტომ რომ შენ მეკითხები არამედ იმიტომ რომ ეხლა ალიასეს არ უნდა კითხო რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს არა გასაგებია შენ ვერც გამოძიება ვერ კითხავს ვინ არა ჯაშუშ ფოტოგრაფებში როცა ამხელა გამოცდილება აქვს მაშინ არ უნდა კითხო რამდენად სანდო წყარომ მოგაწოდა მოდი ესე ვთქვა რა თქმა უნდა, სანდო წყარო რო არ ყოფილიყო, ისე არ გამოვაქვეყნებდით ამ ფოტოებს. შესაბამისად, თვითონ ფოტოს პროპერტიში, ანუ თვითონ ფაილში ჩაკერებული თარიღის მიხედვით, თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ფოტოები არის 14-ში გადაღებული. კი, 10 საათსა და 10. ყველა ფოტო გამოაქვეყნეთ? არა, ყველა არ გამოვაქვეყნეთ, ნუ ეს ძალიან ბევრი ფოტოა, მაგრამ 8 ფოტო ასახავს, თქვათ, იმ
მოვლენას, რაც მოხდა და რაც დააფიქსირა ფოტოობიექტივმა. ეხლა რაღაც ყოველი წამის აღრიცხვა უკვე ვიდეო ფაილს ვერ გავაკეთებთ თქვა გაზეთში. ამიტომ აქ ვიდეო ფაილი? არა, ვიდეო ფაილი არ არის, ფოტოკოლაჟივით არის ხო მე? ფოტოკოლაჟია, ანუ ფოტოებია გადაღებული, მაგრამ არის რამდენიმე წამიანი ინტერვალით და ეხლა ყველა რო ჩაგვედო გაზეთისთვის ეს არ იქნებოდა, ხო, რა თქმა უნდა. ესმის. დიდი მადლობა, მადლობთ. საინტერესო იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი, ეჭვი მაქვს რომ თავად პრეზიდენტის გამოეხმაურება უახლოეს გამოსვლაში, იმიტომ რომ ჩვევია ასეთი რაღაცები. ხო, მაგრამ ჩვენ როდის იყო მილანში, იმ მაღაზიაში ეს გვაინტერესებს. იყო ეს 14-ში. დაწუნებული ვარ რომ იტყვის. დრას იტყვის, თუ 14-ში იყო. არის, რას იტყვის არ ვიცი, მაგრამ რო 14-ში თუ იყო ეს იცი რა მხანა პრობლემაა? ვიცი. სერიოზული პრობლემა ვერ იტყვის რომ 14-ში, მაგრამ რო თქვას რომ 14-ში არ იყო ეს ადრე იყო და მე რომ უფრო სხვა ექსპერტიზა და არა, ექსპერტიზა არა. სხვა მტკიცებულებების რომ ეგ ხო საერთოდ ეგრეა ხოლმე რაღაც წესია ესეთი. რაღაც ინფორმაციას გაუშვებენ და ელოდებიან რეაქციას. როცა ადამიანი ამბობს რომ ეს ტყუილია, მე მოდის მტკიცებულებები და ის ნათქვამი რომ ის ტყუილია შემოუტრიალდება ძალიან ცუდად. ეგრე რთულია მოტყუება. კარგი, დიდი მადლობა. მე უბრალოდ მინდა გაჩვენო ეს ბევრჯერ ნახეთ ჩვენ შეუძლებელია რომ კიდევ ერთხელ არ ვნახოთ ამ გამგებლის მოადგილის ამბავი მე მგონი ის გამგებლის მოადგილე მე მგონი კი არა არის ინფორმაცია რომ ბადრი ნანტაშვილის მაგივრად შედის პარლამენტში შენი ინფორმაციით თუ საქართველოს CSKO-ს საიტზე შევდივარ და ვუყურებ რომ საქართველოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მარტის ნომაზე საქართველოს პარლამენტში აპრილით დათარიღებული ეს ინფორმაცია ბადრი ნანტაშვილის ადგილმონაცვლოდ ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო პარლამენტის წევრების კანდიდატი ბესო გაზელიანის ეს არის აპრილის შუაში ეს 20 მარტს ჩატარდა სტომა შეიძლება სხვა ბესო გაზელიანი შესაძლოა ეს ბესო გაზელიანის იყოს თუმცა არა ვიზეც ჩვენ საუბრობთ თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ შესაძლოა ეს შეიცვალოს უკვე რა შეიცვალოს პარლამენტის წევრია და როგორ შეიძლება მაშინ თვითონ უნდა თქვას უარიან პარლამენტმა რაღაცნაირი აცილება არ დაამტკიცოს მისი კანდიდატურა ნახოთ აი კიდევ ერთხელ ნახოთ ამ ინციდენტის ამსახველი ფოტოები, ფოტო კი არა ვიდეო. არა ეს. აი პუბლიკა არ მინდა და შენ იცი არ მინდა. არ არის ხმა? ძალიან მაგარია რას ამბობს თავის განმარტების პრეზიდენტიო, ყველაფერიო მაგი კაციაო, აქო იმის მაგივრად ხალხისთვის ენუგეშებინაო, რაღაცა ნუ რაღაც ისულები მოაყოლეს, მე ძალიან მწარე გინებები. ავასწრე მოყვა პარტიის ლანძღვა ნაციონალური მოძრაობის, ვისაც ამათი ჯერათ ისინი ხალხი არია, ყველა მოღალატეა, მე მაგათი დედა ესეთი მწარე გინებები 9 სართულიანი, ყველა საჯარო საჯარო მოხელე არის ადამიანი. მე არა ვარ რობოტი. და ხისგან აწყობილი რაღაც ნივთი რომ ადამიანმა ამდენი მლანძღოს თან რიკაშეტით მაგინებს პარტიას მილანძღავს. ამდენი ლანძღოს, ამდენი მაგინოს და მე ამ ყველაფერს თმენით შევხვდე. მე ვაპატიეთ რა. ვარ ქართველი კაცი, ვარ სვანი კაცი და მე ესე არავის არ გაუზდივარ, რომ ამდენი ვითმინო რა. მოთმინებასაც აქვს თავისი ანუ გინებას ნაპრავლენია მიეციოს საერთოდ ესეთი ქუჩაში არის ესეთი ტერმინები. ნუ მე ვარ ქართველი კაცი, მე ვარ სვანი კაცი და არა, ნუ ეს უნდა მოინდომო რა, რომ ეხლა ეს შეუძლებელია ხა თუ ხვალ ეს კაცი იქნა პარლამენტში კი არ ვიცი სარდმე თავრობაში ეს არის რაღაც აი ნუ მე არ ვიცი რატომ აწყობთ ეს ამ ხელისუფლებას რატომ აწყობს ეს რატომ არჩევნების წინ მე მეკითხები შალვა არა ეს არის რა ქვია რიტორიკული შეკითხვაა იმიტომ რომ კაი უბრალოდ დღეს ძალიან დიდი დრო წაიღო ეს ალიას ექსკლუზიურმა ფოტომასალამ ასევე ამ ინციდენტმა რომელიც ამ წუთას ნახა ჩვენმა მაყურებელმა უბრალოდ შემილია უთხრას რომ საქართველოს რესპუბლიკა შეუძლია წაიკითხოს სააკაშვილის ესახირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს მაია ფანჭიკიძე და გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებებს ასევე დღეს გამოვიდა 24 საათი რომელიც სხვა გაზეთებთან ერთად წერს შეიძლება ითქვას
ბოლო კვირის თემაზე დავით გარეჯის მესაზღვრეები რომ დგანან აზერბაიჯანის, მოკლედ შეგიძლიათ იკითხოთ 24 საათი და გაიცნოთ რა წერს წამის შესახებ ეს გაზეთი, სავარაუდოდ სხვა კუთხე ექნება არჩეული და უფრო განსხვავებული ხედვა. ინტერნეტშიც გვაქვს საინტერესო, ახლა შემიძლია მოგიყვეთ. ოპინიონჯი ასევე წერს დავით გარეჯის შესახებ საინტერესო ფაქტებს. რაო ახლა წაგიკითხავთ. ვინ წერს ოპინიონჯიზე? ოპინიონჯიზე. ვინა გაჩვენო ამ შეგიძლია რომ გახსნა გაზდელიანის ფოტო გაჩვენო ერთ-ერთი? რამე საინტერესოა? კი, აი ნახეთ. გაზდელიანი შეხედე. ეს რა შოა? პირით ბერავს ნავს. ამ ნავს ყოველთვის პირით ბერავ, ესეთი ბესო გაზდელიანი. რა გაგაცინებს კაცმა თავის ფოტო? ეტო ნასოსი არა? ეს ადნახე. არა, მე არ ვნახე ფორუმზეა დადებული, მისი Facebook-იდან. Facebook-ი ტერია. ნამდვილად ის არის. კი, ბესო გაზდელიანი. ამ ნავს ყოველთვის პირით ბერავ. კარგი. ნუ ბერავს პირით. გარდა ნახე რა ხელა ნავია, ხომალდია, ნავი კი არა. სუთავის დაბერილია. ეს ხაშკარად გცემს, აბა რას გიძ. მეშინია ხა, ჩემთან არ მოვიდეს და არ მცემოს. ბესო გაზდელიანი გცემს. ქართველი კაცი, სვანი კაცი. პარტიას არ უგინებ და მისი ფოტო რა ჩვენო მცემს. შენ თუ არ უგინებ, აბა ვინ უგინებ? არა, არ ვუგინებ. ვიძახი. არა, ბესოსთან რომ აღმოჩნდა პირისპირ ხო შემეშინდება ბესოს, იმიტომ რომ ნახე, კუნთები აქვს რა და კუნთავი კი. პირით ბერავს ნავს. პირით ნავს ბერავს და ხო დამარტყავს და მატკენს და მეშინია გამგებლის მოადგილის. და რიკოშეტით ხოვე მე მეტყვის კუჩური ციცის გინებას ნაპრავლენია მიეცი მეტყვის. ახშე. ოპინიონჯიზე საუბრობდით, შალვა. ოპინიონჯი წერს, შეგიძლია გახსნა, დავაჩვენოთ. ოპინიონჯის კი ყავს ამ ნავს რა ეშველება. არ ვიცი რა შეიძლება. რამე თუ გინდა გაბერო? აჰა, მე კი გავხსნი. ხომაგარი ფოტო გაჩვენე. კი, ძალიან. გადაიცვლება თუ არა გარეჯის მონასტერი სოფელ ერისიმედში წინასაარჩევნოდ 2 დღის წინ აზერბაიჯანთან სადაო ტერიტორიაზე სოფელ ერისიმედში კახეთის გუბერნატორი ჩავიდა და სოფლის მაცხოვრებლებს დააპირდა რომ მალე დაუკანონებენ საცხოვრებელ ფართებს. გიორგობის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღდგომის ტაძართან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ამ ტერიტორიაზე ტურისტებს და მომლოცველებს არ უშვებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხედავ ჩვენ ამ სტატიას. განცხადება არის მოყვანილი. მოკლედ ადგილობრივები ყვებიან ერისიმედში ჩავიდა მათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი და შეპირდა რომ ძალიან მალე მათ დაუკანონდება თავიანთი მიწები და ვარაუდობს სტატიის ავტორი წყაროებზე დაყრდნობით რომ შესაძლოა დავით გარეჯის მონასტერში გადაიცვალოს სწორედ ერისიმედი. წინასაარჩევნოდ. მეცხრე არხის საინფორმაციო სააგენტოს ქმნის ამასაც წავიკითხავ და დავამთავროთ. მეცხრე არხის საინფორმაციო სააგენტოს ქმნის სააგენტოს დირექტორი მანანა ელიაშვილი იქნება. ტრიბუნას სააგენტოს დირექტორის და ლუბა ელიაშვილის ესაუბრა და განუცხადა რომ მეცხრე არხი ჰოლდინგის სახით ყალიბდება შესაბამისად მას საინფორმაციო სააგენტოც ექნება შესაბამისად მომავალში როცა შეექმნება ეს სააგენტო მე წაგიკითხავთ ამ სააგენტოზე დაწერილ სიახლეებსაც დღეისთვის უკეს იყო შალვა. დიდი მადლობა შორენა, მე წარმატება უსურვოთ და ნაყოფიერი მუშაობა უსურვოთ მეცხრე არხს, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ და დიდი მადლობა რომ წავიკითხე გაგვაცანი, მეც მაგარი ფოტო გაჩვენე აღიარე. ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო გაჩვენე. ჩვენ არ ვიცი ყავს თუ არა უკვე სტუმარი, მაგრამ მე მგონი უნდა ყავდეს და რეკლამის შემდეგ მიშა საგარელს ველი სტუდიაში. მიშა საგარელთან დაბრუნდით, მოგესალმებათ მე მიშა. მოგესალმებით, დილამშვიდობისა. ვარსკვლავ მრიცხველი და არ გადგინე ეგრე. როგორც გაგეხარდებოდა, პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა. ხო. ასტროლოგი. ჩვენ ბევრი ეთერი გქონია, ჩვენ ვიცით რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ ვიცით რა აინტერესებს ხალხს ყველაზე მეტად არის სამოყვარულო ასტროლოგია, სადაც ადამიანები ინტერესდებიან საკუთარი ბედით, კარგად გათხოვდებიან, ექნებათ თუ არა ფული და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა, თქვენი მეგობრების, თქვენი კოლეგების მოღვაწეობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს.
თუმცა არის ესეთი წიაღწევები და სიღრმეები, ისე როგორც ნებისმიერ მოძღვრებას აქვს ხილული მხარე, სახალხო და არის ეზოტერიულიც, რომელიც გაცლებთ უფრო საინტერესოა, საიდანაც მომდინარეობს, რომელსაც ყველა ვერ იგებს. მე არ გთხოვთ იმას, რომ დღეს ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ რამდენად დიდ ნაწილს იკავებს ეს უხილავი მხარე შენ შემოქმედებაში და მოღვაწეობაში? ძალიან დიდ, იმიტომ რომ ეს ყველა საინტერესოა ჩემო კარგო. ადამიანს ყოველთვის საინტერესებს ვინ არის, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, რა კანონები მართავს ამ ქვეყანას. ჩვენ საუბრობთ ძირითადად აი ძალიან მატერიალურ დონეზე დავეცით გესმის ფული, სამსახური, პრეზიდენტი, პარლამენტი და ასე შემდგომ, ხო? ეს ისტორიისთვის არის მხოლოდ ამაოება, წამები. გასაგებია, თავისთავად, ხო, თვითონ ადამიანის ცხოვრება რა არის? წამის შეიძლება რაღაც მეათასედი სამყაროს დროებაში. და აქედან გამომდინარე, სამყაროს აქვს სასწაული რამში. მიშა, თუ გჯერავს სულის რეინკარნაციას. აუცილებლად. და მეტემპსიქოზი ქვია ამას, ანუ ფსიქოზი ცოტა სიტყვა, ცუდი სიტყვა. ხო, მაგრამ მეტემპსიქოზი მეცნიერული ტერმინია. ანუ კარმული რაღაც კლავდაბადება. კლავდაბადების, ხო. აუცილებლად. აი ხა შალვა წარმოიდგინე სკოლაში მიყავს ბავშვი. რატო არ სვავ მეათე კლასში, რატო სვავ პირველში? თორემ მან უნდა გაიაროს თანდათან საფეხურები, ხო? ასევე ადამიანის სული. თავიდანვე იგი ვერ შეწდება ღვთიურ კანონებს. მან უნდა გაიაროს გარკვეული პერიოდი. მაღალ ორგანიზებული. აუცილებლად. და ჩვენ ხედავ ამის მაგალითს, რომ ეს რეინკარნაციათა რიცხვი გვაძლევს სხვადასხვა ფსიქოტიპებს ნებისმიერ ოჯახში. აი შეიძლება ერთ ოჯახში აღმოაჩინო რა, რომ ერთი ძმა მაგალითად რაღაც ეჭიდება საოცარ კოსმიურ ფილოსოფიურ სამყაროსეულ ცნებებს, მეორე კი ლოთია, ნარკომანია, ქურდია და ასულ არ აინტერესებს ეს. ამ დროს ერთი ეგრეგორი აქვს რა, საოჯახო კარმა. ანუ საგვარეულო კარმა ხაზი ერთი აქვს, მაგრამ ინდივიდუალური სულის კარმა განსხვავებულია. ანუ ეს გვაძლევს განსხვავებულ რიცხვებს. ეს პიროვნება თუ დაიბადა ერთი, რომელიც უკვე ღვთიურ კანონებს ეწებება და ინტერესებს დაიბადა დაუშვათ მე-12-ეთ, მისი ძმა დაიბადა მე-13-ეთ. და სულ სხვა განსხვავებებია. ტოვებს თუ არა შენი მოძღვრება, შენი მეცნიერება, ტოვებს თუ არა ადამიანის თავისუფლები, პიროვნული თავისუფლების, იმიტომ რომ თუ ყველაფერი ესე ფატალურია, თუ ფატალურია, თუ ჩვენ წინასწარ განსაზღვრულები ვართ, თავისუფლების ადგილი სად არის? ყველგან. ანუ შენ მოგეცა პოტენციალი დაბადებისთანავე, რომელიც არის გარკვეულ ჩარჩოში, იმის იქით ჩვენ ვერ წვდებით. ტვინი გარკვეულ ჩარჩოშია. იმისთვის რომ შენ იმის იქით წახვიდე, ამისთვის შენთვის საჭიროა სხვა განზომილების განვითარების დონეზე გადასვლა. არა, გონება უნდა შეიცვალოს. სხვა განზომილება ჭირდება ამას, ხო? მაგრამ აი ამ შემთხვევაში ამ ჩარჩოში შენ გაქვს გარკვეული თავისუფლება. შენ მოდიხარ ამ ცხოვრებაში და გაქვს პოტენციალი დადებითი და უარყოფითი. თავისუფალი ხარ არჩევანში. რას გააკეთებ? რა გზით წახვალ? შენს პოტენციალს გამოიყენებ. დადებითზე და უარყოფითზე ვსაუბრობთ. შენ ამით ამტკიცებ, რომ არსებობს რაღაც ღვთიური ან მიღმური მორალი, წესები, რომელიც არსებობს და რომელიც საზრავს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. თუმცა ყველაზე მეტი მეგონი ფილოსოფოსებს ამაზე udavიათ და მეც მგონია რომ ვარსკვლავებისთვის და იმ უკიდეგანო სიღრმეებისთვის რომელშიც შენ იღებ ამ ინფორმაციას, ხო? კეთილი ბოროტი ძალიან ფარდობითი ცნება. ან ყოველ შემთხვევაში ძალიან განსხვავდება სოციუმების მიერ ჩამოყალიბებული მორალური კრიტერიუმებისგან. მოდი სხვანაირად დავარქვათ ამას, დადებითი და უარყოფითი. ოღონდ სხვა გაგებით. ანუ პლუსი და მინუსი, ხო? ჩვენ მაშინ უნდა ის თქვათ, რომ არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დადებითი ან უარყოფითი ემოცია, ამ დადებითი და ეს არ არის კარგი კაცი და ცუდი კაცი. კარგი ძალა და ცუდი ძალა. გასაკვირველი აქ არის ორი ენერგიაზე საუბარი, ხო? პლუს ენერგია და მინუს ენერგია, როგორც ელექტრობაშია. მოდი ეს პირობითია. პირობით. აი მაგალითად მარჯვენა ხელი ჩვენი პლუს ენერგიის მატარებელია. მარცხენა მინუს ენერგიის. ქალი მაგალითად ითვლება მინუს ენერგიის მატარებლად. საერთოდ ეს ენერგეტიკა მისი მინუს ეხა უარყოფით ცუდი კი. აი მაგაშია საქმე. ცუდი კი არა. ფორმა უბრალოდ ანუ პასიურია თავისი ბუნებით, შინაგანი ბუნებით. უარყოფით ამას ხო? აქტიური არა, ფემინისტებთანაც მისაუბრე. არ არის ეს პრობლემა მათთვის თუ სწორი გაგებაა. ისმის აქ მე არ ვამბობ რომ უნდა დავთქუნოს თუ პლუსმა მინუსი, არა. აქ უბრალოდ ორი ენერგიის შერწყმა, რომელიც გვაძლევს ერთიანობას, ხო? ამის გარშე სამყარო არის ეს დღე და ღამე, ჩემო კარგო. მინუსი რა არის?
უარყოფითი ენერგიის მატარებელი მინუსია, ანუ პასიური ენერგიის მატარებელი, როცა ადამიანს უნდა ეძინოს წესით, ხო? აღდგენა უნდა ხდებოდეს ენერგიის პლუსი, ანუ დღე ეს არის აქტიური ფაზა. და შესაბამისად, ასე ყველაფერში, აი ვაშლის ხე მაგალითად პლუს ენერგიის მატარებელია, ხოლო ცხალი მინუსია. რა ვქნათ? აი ესეა ცხოვრებაში. მინუსენე ესე იგი, ცუდი კი არ არის. უბრალოდ არის პასიური, თავის ენერგეტიკული მოქმედებით. ამიტომ ამბობდნენ, დილის ვაშლი, გულის ცხალი, დილით უნდა ჭამო ვაშლი, აქტიურ ენერგიას გაძლევ. საღამოს ძილის წინ ცხალი, პასიური ენერგია კარგია და უკეთეს ძილს განაწყობს. გესმის? ამიტომ ეს ყველაფერი ფარდობითია სწორი ხარ? მაგრამ არსებობს და ნუ დავარქვათ ამას, რომ ეს მაინდა-მაინც ცუდი უარყოფითია, უნდა შეგვეშინდეს, არა ეს ნიშნავს, რომ ეს არის პასიური ენერგიის მატარებელი მხოლოდ და მხოლოდ. როდესაც აი ამას არ ყვევ, ანუ შენ უკვე სწორად ატყვი და მეც მეთანხმები ალბათ, რომ ეს პირობითია მართლაც და არ შეიძლება რაღაც ვულგარულად შეფასება ბოროტის და კეთილის. იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის ბოროტი და კეთილი საწყისი და არავინ არ იცის სწორედ ეს ამიტომ მომწონს ქრისტიანული მოძღვრება რომ წინასწარ განსაზღვრული არაფერი არ არის და უკანასკნელი შეიძლება პირველნი იყვნენ და პირველნი უკანასკნელი. თუმცა მაინც ხშირ შემთხვევაში მე ვაწყდები შენი ნიჭისა და შენი შემოქმედების ძალიან პრაქტიკულ, პრაგმატულ გამოვლინებებს. მაგალითად, შენ ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში თქვი რომ ძალიან კონკრეტული რამ თქვი, რომ ივნისში მიხეილ სააკაშვილს ექნება ცუდი დრო სირთულეები, ხოლო ბიძინა ტონოში. ამაზე შევთანხმდეთ, ამაზე ვილაპარაკოთ, რატომ თქვი ასე. კი, არგუმენტაცია ჭირდება ყველაფერს აბსოლუტურად. და მე როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი და რამდენად მნიშვნელოვანია ასე ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ეს ჯერავს და ბევრ ადამიანს სწამს ამის. ხომ არ მონაწილეობ ამით ისეთ რაღაც პროცესში, რაც ცუდი კი არ არის, აი როგორ აუბრალოებს. თავარი ადამიანმა სწორად გაიგო შალვა. ესე იგი აქ რას ნიშნავს სირთულე მიხეილ სააკაშვილისთვის? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე მაქვს რაღაც სიმპათია, ანტიპათია ამა თუ იმ პიროვნების მიმართ. მე ამის უფლება არ მაქვს. მე ვამბობ ხოთ კოსმიური პრინციპებიდან გამომდინარე. და მაგალითად გეტყვით. მიხეილ სააკაშვილი ორჯერ შეხვდა ივნისის თვეში პუტინს. შედეგი პუტინს თავის დროზე ხო? მაშინ ორივეჯერ მე ვთხოვე პრესის მეშვეობით რომ არ შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს, იმიტომ რომ მზე ახლა იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ზოდიაქოს ნიშნის, ანუ შვილდოსნის ზუსტად საწინააღმდეგოდ. ეს ამცირებს მისი წარმატების შანსებს და კოეფიციენტს. ამიტომ აქ შეიძლება მშვილდოსანმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი შესტოები დაუშვას. არასწორად ინფორმაცია გამოთქვას, არასწორად გაიგოს საზოგადოებამ და არაადეკვატური რეაქციებიც ჰქონდეს. ამიტომ ტრადიციულად როცა ადამიანს აქვს ყოველთვის აღმავლობის და დაღმავლობის ზონა, ამ ზონაში და ეხლა ესეთი ზონა კუმჯობესია, რომ ადამიანი პირიქით, რაც შეიძლება მშვიდად იყოს, ნაკლები ილაპარაკოს და ზედმეტად არ იაქტიუროს. ეს დრო არის ივნისი. ეს არის ივნისი მიხეილ სააკაშვილისთვის და ყველა მშვილდოსანთათვის მათ შორის, ხო? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქაც ყოველგვარი სიმპათია, ანტიპათიის გარეშე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მე არა მაქვს უფლება ზედმეტი სიმპათიების, ანტიპათიის გამო თავის არა, მე ასტროლოგი ვარ, მე მხოლოდ ვამცნობ კოსმიურ კანონზომიერებებს და მასარგებლო პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებული. ანუ მე ვაფრთხილებ ადამიანს, ხო? კი არ ვაშინებ, ვაფრთხილებ. ის ან გამოიყენებს ამას, ან არ გამოიყენებს, არჩევანში თავისუფალია, მე არავის არ ვაიძულებ, ხო? ბიძინა ივანიშვილს რა მდგომარეობა აქვს? ის განეკუთვნება მერწყულის ნიშანს. რა ნიშანია ეს? მერწყულის ნიშანი. რა ნიშანია? გადასარევი, ნიშანი საინტერესოა, თავისუფლების მოყვარია, დემოკრატიული პრინციპების მატარებელია, უმაღლესი ლოგიკური აზროვნების და გონება-მოხვილობის მატარებელია, ფრიად კომუნიკაბილურია. ეს არის 60% ნობელის პრემიების ლაურეატებისა სამეცნიერო-ტექნიკურ დარგში მერწყულები, რომელმაც უბოძეს კაცობრიობას, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური ვიდეო სისტემები. ეს არის საინტერესო მეცნიერთა, გამომგონებელთა, კონსტრუქტორთა ნიშანი. მე და საოცრად ორიგინალური და არაჩვეულებრივი აზროვნების და მეხსიერების პატრონია. მაგრამ რისი თქმა მინდა, მზე ახლა შედის ჰაერისტიკიაში, აი 22-23 რიცხვიდან, იგი გადავა ივნისის, ივნისის 22-23 რიცხვამდე, იგი იმყოფება ტყუპების ჰაერისტიკიაში. რადგან ბიძინა ივანიშვილი განეკუთვნება ასევე ჰაერისტიკიას, მერწყულის ზოდიაქოს, რომელიც მონათესავია ტყუპებისთვის, ამიტომ მისი ენერგოტონუსი, იღბლიანობა, შესაძლებლობა წარმატებისა რადიკალურად მატულობს.
აი, საიდან მოდის ჩემი ინფორმაცია ამის შესახებ და არა ვიმეორებ სიმპათია ანტიპათიიდან გამომდინარე. ანუ სააკაშვილის ეს არის რთული პერიოდი. რასაკვირველია, იმიტომ რომ მზის დაპირისპირება მისი დაბადების მომენტში და ეხლანდელი მზის პოზიციისა, ცისკაბადონზე და ეს უქმნის მეც რომ მზე ეს ადამიანის მე არის, შინაგანის სულია, ამიტომ მათი დაპირისპირება ყოველთვის ქმნის პრობლემებს და ვიმეორებ პუტინთან ორჯერ შეხვედრა მისი მოხდა თან უარყოფით. თვარის დაბნელებაზე ივნისში. აი რა იყო კიდე ორმაგი პრობლემა და როგორ დაბნელდა მე ეს პრობლემები საქართველოში კარგად დავინახეთ ამ შეხვედრების შემდგომ. ეხლაც მინდა გითხრა. აი ახლა 20-21 მაისს ჩვენ გვაქვს მზის დაბნელება, ურთულესი დღეა და შემდგომ 4 ივნისს კიდევ მთვარის დაბნელება გვაქვს. ამიტომ მე წინ დაწინ ყველას ვაფრთხილებ უკვე, არა მარტო პოლიტიკა, ყველა ადამიანს. ეს 2 დღე გავიაროთ რაც შეიძლება მშვიდად. იმიტომ რომ აქ აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ყველა სახის ინტრიგები, ჭორები, ფარული მტრების ზეგავლენა, ყველაფერი აქ გაორმაგდება. ამ დღეებში ეს ტრადიციულად გლეხებმაც კი იციან სოფლად, ოდითგანვე საქართველოში, არაფერს არ დათესავენ, არაფერს არ გადარგავენ, წყალსაც არ დაუსხავენ. იმიტომ რომ იცი არა ნეგატიური რეაქცია შეიძლება გქონდეს ამაზე მცენარეს. ამიტომ ვიყოთ გაფრთხილებული, ანუ შეერაღებული. როგორ ფიქრობ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ პოლიტიკოსები ამ შენს წიაღსვლებს და ძალიან კარგად აღიქვავდა ამას დავით აღმაშენებელი, ვახტანგ მეექვსე, გიორგი პირველი, უწყინვალესი მეფეები, რომელიც საკუთარი ხელით ქმნიან ასტროლოგიურ რუკებს და ამის ჩვენ გვაქვს საბუთები, რაც თავარია, ხო? ნუ მასპატწყობა მაშინ მეცნიერებად ითვლებოდა. დღეს არა, საშუალო ვერ ხედავ რა ხდება. ელემენტა ახლა რაც მეკითხარი, ხო, ივნისში ვთხოვე ადამიანს ორჯერ არ შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს. დამიჯერა ვინმე? არა. აღარ ვამბობ ედუარდ შევარდნაძეზე, აღარ ვამბობ ზვიად გამსახურდიაზე. უამრავი მქონდა თხოვნა, მითითება, რაც თავარი არგუმენტირებული ახსნით. ის კი არა, ჩვენ ნათარხევალები არა ვართ ასტროლოგები. მთლიანად მას მიაჩნია ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და მე მესმის მათი, რომ ეს არის რაღაც ფშხიბაობა. არა, პრობლემა იმაშია, რომ უკვე ბოლო საუკუნეების განმავლობაში მე-18 რუსეთის იმპერიის ზეგავლენის შედეგად და მე-18 კომუნისტების შედეგად, ხო, ზეგავლენის შედეგით ასტროლოგია მთლიანად იყო ამოფრელი საქართველოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინგლისში არის ამერიკის პრეზიდენტს ყავს ასტროლოგი. აი, ჩემო კარგო, მოდი ავიღოთ ჯოან კუინგლი, როცა შენ შეხვდები მის bestseller წიგნს, რომელსაც ქვია 7 წელი პრეზიდენტის კაბინეტში. დაინახავ რა საოცრებები გააკეთეს ჯოან კუინგლიმ, ეს არის პირადი ასტროლოგი რონალდ რეიგანისა, რომელიც მას ნენსი მოუყვანა, რონალდს არ ჯეროდა სხვა შორის ასტროლოგია, ისე იყო მერწყული, მინდა გითხრა. და ნენსი მოუყვანა ეს საოცარი პიროვნება და იქ არის აღწერილი ზედმიწევნით, როგორ ასტროლებდნენ ამა თუ იმ სერიოზულ ცხოვრებისეულ ოპერაციებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. მალტაზე ხელშეკრულების დადება სწორედ ჯოან კუინგლიმ თხოვა მას ზუსტად დანიშნეს. ზუსტად მალტაზე, ზუსტად დაუნიშნა დრო, გეოგრაფიული წერტილი დრო, როცა უნდა ხელის მოწერა მოხდარიყო, რის შემდეგ დაიწყო დაშლა საბჭოთა კავშირის. ეს ყველაფერი ზედმიწევნით აღწერილი ამ წიგნში. ფრანსუა მიტერანს ყავდა უბრწყინვალესი ასტროლოგი ქალი, ულამაზესი პიროვნება. ხოჩუეს სილვესტრ სტალონეს დედა, ცნობილი ასტროლოგია 20 საუკეთესო ასტროლოგში შედის მსოფლიოში. ამიტომ ძალიან ბევრი, არა მარტო სპორტსმენები, პიტ სამპრას ყავდა პირადი ასტროლოგი. ძალიან ბევრი საინტერესო რა, ბრაზილიის ნაკრებს ყავდა ფეხბურთში, სკოლარის დროს პირადი ასტროლოგი. ესმის, ძალიან ბევრი რამ ხდება, ოღონდ ამაზე არ ხმაურობენ ზედმეტად, იმიტომ რომ იციან, რომ საზოგადოებრივი მასა მაინც ცოტა მძიმედ იღებს ამას, იმიტომ რომ ვერ გაურჩევია დღესაც ნათელხილვა ასტროლოგიისაგან და ვერ ყარკვევენ, რომ ასტროლოგია ეს არის ეზოთერული მეცნიერება და არა ნათელხილვა და ამიტომ შეათ აიგივებენ ნათელხილვას და რაღაც მაგიურ ელემენტებთან. მე გეტყვით, რომ ასტროლოგი რამდენიც მე ვიცი, შენ ჩემზე კარგად გაცილებით, ყველა ვერ გახდება ასტროლოგი. არც უნდა გახდეს. ეგვიპტეში იყო სულათი. ძველ ეგვიპტეში და თითოეულს ჰქონდა უფლება ერთი შეგირდის სკოლისა. იმდენად ზედმიწევნით იყო არჩევა. ზედმიწევნით ასტროლოგი უნდა იყოს არა მარტო მცოდნე კოსმიურ ეზოთერული კანონების, არამედ კარგი ორატორი. ერთია შენ იცი, მეორეა შეგეძლია გადმოსცე და გააგებინო. მესამე უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, შენ გაქვს ურთიერთობა სულთან. კოსმობიოფსიქოლოგიას უწოდებდნენ ასტროლოგიას ოდითგანვე. რატო? იმიტომ რომ შენ ფსიქოლოგი უნდა იყოს. შენ უნდა შეხედო ვინ არის შენს წინ. როგორ ჯობია მიაწოდო ინფორმაცია. ზოგი ფორმაცია. სასაკვირველია, ზოგი ლაბილური ფსიქიკის პატრონია. ერთ და იგივე ინფორმაციაზე ზოგი შეიძლება ისტერიკაში ჩავარდეს და ზოგიერთმა პირიქით მადლობა გადაგიხადოს, ხო? თუ მას ეტყვი რომ აი ძალიან დიდი საფრთხე გელოდება. სასაკვირველია. არა, ნუ აი ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მიუდგები წინ და წინ შენ უნდა შეხედო მის რუკას. რა დღე აქ რა შეიძლება გამოვლინდეს. ზოგი ძალიან ემოციურია ამ მომენტში. ზოგს უარყოფითი პერიოდი აქვს და აქედან გამომდინარე ნევროზულია. ზოგი პირიქით
ზოგი მოდის ისეთი მინდა გითხრა რომელიც გადასარევად იგებს ორი სახის ადამიანი მოდის როცა ურთიერთობა აქვს კი ესე იგი ორი სახის ადამიანი მოდის ერთი იკმაყოფილებს ცნობის მოყვარეობას უბრალოდ არაფერი არ იცვლება უბრალოდ მან დაიკმაყოფილა ეს ინტერესი ხო კარგია და გააგრძელა ჩვეულებრივად მისი ბედნიერი არ იცვლება არ ითვალის უბრალოდ მოისმინა დაკმაყოფილდა არის მეორე კატეგორია რომელიც ითვალისწინებს ცვლის აი ამათთან მირჩევნია ყველაზე მეტად ხდები წინასწარ ვინ გაითვალისწინებს და ვინ დაახლოებით კი მაგრამ მინდა გითხრა რომ შედეგი გვაქვს გასაოცრად კარგი ოჯახები გადაგვირჩენია ხალხი პროფესიონალურად სხვანაირად განვითარებულა უცხოეთის ქვეყნები მიმითითებია სადაც მათ დიდი წარმატებებს მიაღწიეს და ბევრი სხვა სასიკეთო სურვილები შეიძლება თუ არა ფსიქოტიპაჟის მიხედვით გამოიცნო და მაინდა-მაინც ვარსკვლავებში არ რუკებში არ რასაკვირველია თუ ფსიქოტიპაჟის მიხედვით გამოიცნო ფსიქოლოგიური ნიჭით ვინ არის და რაში გაუმართლებს და რა პრობლემები აქვს არიან ესეთი ადამიანები დაბადებული ბუნებრივი ნიჭით სხვა შორის აქვთ ადამიანებს შეიძლება ადამიანს შეხედონ ახლობლივ მიხრა მოხრაზეც კი მოძრაობის მანერებზე საუბარზე ინტონაციაზე თვალებზე შეიძლება მიხვდნენ დაუშვათ რა დაახლოებით ტიპაჟია რა ემოციური მდგომარეობა აქვს რა შეიძლება მისგან გამოვიდეს მაგრამ რა ითქმის პრეზიდენტზე ან ცნობილ ადამიანებზე მასაც ასეთი თვალებიც უყურებენ და მათი ფსიქოტიპაჟით შეიძლება შესწავლილი იყოს კი რასაკვირველია მაგრამ რატო როცა ჩვენ ამას შეგვიძლია დავამატოთ კიდე ის რასაც ქვია კოსმიური პასპორტი ანუ ადამიანს ეძლევა კოსმიური პასპორტი ის კი არა ეს საჯარო რეესტრი რო ვიღებ ჩვენ არამედ რა დაგეწერა ჩვენ თავიდან ფატალისტი არ ახარ ესე ჩვენ ხელთ არის ოპტიმისტი ჩვენი ბედის ხელთ არის ჩვენი ოღონდ უნდა გავაცნობიეროთ ხო შალვა როცა შენ იცი რისთვის მოხვედი რა კოსმიური მისია გიწერია რა პროფესიებია შენი წარმატების რაში გეხმარება მფარველი ანგელოზი სად არის შენი მაცნობელი ძალა და რა პერიოდში გიშლის და შეიძლება გაცნოს მაშინ შენ ბევრი ადამიანი არის უბედური იმიტომ რომ არ არის თავის ადგილას არ იცის თავისი ადამიანი თავის და უფრო მეტსაც გეტყვი მე არსებობს შავი ძალის ცნება ხო ასტროლოგიაში არის ეს მაცნობელი ძალა აი მაცნობელი ძალა ხშირად ადამიანს კაჩავს ისეთ ზონებში რომელიც და შავი ძალა არასოდეს არ მოდის ცუდად მინდა გითხრა ადამიანს არასწორი ხედვა აქვს შავი ძალა თავიდან მოდის ძალიან ლამაზად მან უნდა გაცნოს ამიტომ ის ხშირად კაჩავს ადამიანს ისეთ პროფესიებში რომელიც მას აი იზიდავს მაგრამ როცა იმ პროფესიაში მოხვდა და ჯვარსაც მოვენ იქ მერე ვერ ხვდება რატომ მოვიდა ეს ამბავი შეიძლება ითქვას რომ არიან რაღაც განსაკუთრებული ძალით დაჯილდოებული ინდივიდები რომლებზეც მიდის ეს ნადირობა ასე თქო რომელ მხარეს ძალის მხარეს გადაიხრება კი აუცილებლად ამიტომ მე ძალიან ხშირად ვაფრთხილებ მათ შორის ადამიანებზე ვაფრთხილებ აი რომელ ადამიანებთან ჯობია ურთიერთობა არ კონდეს საიდან არის შენ ენერგოდაბინძურების სულის საფრთხე რა შეიძლება ამ ადამიანმა გაგიკეთოს და დაახლოებით რა პერიოდში ვიხდი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების შერჩევა კიდე დაუშვათ როცა საქმიანი პარტნიორია სასკვალო პარტნიორია ბიზნეს პარტნიორია შეიძლება ისეთი მოიყვანოს და მოიყვანოს შავმა მთვარებს შენ რომელიც ჯერ მოგხიბლავს მათ შორის თავისი იდეები და მე ჯვარს გასწრებს ან გადაგაგდებს ჟარგონი რო ვეხმაროთ ხო ან მოგატყუებს რამდენად არის იცი ყველაზე კარგი იცი რა არის ერთხელ უნდა გაიკეთო პირადი ჰოროსკოპი მაქვს გაკეთებული ვინ გაგიკეთო შენ მე არა მაშინ გავაკეთე მაგრამ სხვა რაღაცას ერთხელ რომ შენ ამას სხვა თვალით შეხედე შენ გინდა რაღაცა მოიძიო მაგრამ რახან არ ყოფნის აი ეს ილაპარაკოთ ამაზე ცოდნა ვატყობ რომ კიდე არა მე გეტყვი ხო მე რა მინდოდა მე ვარ ადამიანი ქართულებზე შენ სწორად შენიშნე რომელსაც ურთმოთომასებრ მჭირდება მტკიცებულებები ისა რომ ეს არ არის სწორი იმიტომ რომ წმენა მეტაფიზიკურია ირაციონალურია როდესაც შენ ცოდნას წმენაში ურევ ეს არ არის სწორი ეს შენ საკუთარ თავში უნდა იპოვო ეს სასწაულები რაც მე წმენას მოგცემს თუმცა ეს ძალიან რთულია იმ სამყაროში სადაც ყოველდღიურად გიხდება ბრძოლა და კბილებით გამოგლეჯა ხილული რეზულტატისა უხილავი რეზულტატები რომლებიც იცი რომ არსებობს ან გინდა რომ არსებობდნენ შორს არიან შენგან აქედან გამომდინარე ეს პრობლემა არა მარტო მე მიდგას მე უბრალოდ კიდევ კარგია რომ ვაცნობიერებ ამას და ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს მესმის მაგრამ შენ პლუსი იმაშია ჩემო კარგო ქალწული ზოდიაქო ხარ 12 ზოდიაქო რატოა საჭირო ყველას თავისი საოცრება აქვს ყველას შეაქვს თავისი წვლილი შენ ჩემო კარგო ყველა დეტალს ხედავ აი ტექსში დაინახავ რომ ძიმე აკლია და გამოასწორებს სხვა ნიშანი ამას ვერ იზამს შენ გინდა მეტაფიზიკური კანონები ადამიანის გონებაში ჩამოიყვანო ცოტა მატერიალური ხედვით ეგეც საჭიროა
ადამიანი რო დაინტერესებს მეტაფიზიკით, ჯერ მას ალბათ უნდა გარკვეულწილად აჩვენო პრაქტიკულად რასაკეთებს ეს, რა შეიძლება ამის შედეგად მოხდეს, რომ მან შემდგომ რწმენის ელემენტი გააძლიეროს საკუთარ თავში. უცებ ძნელია ყველასთვის უცებ რწმენის მეტაფიზიკურ დონეზე ასვლა. ყველასთვის ხო. უცებ კი არა. ეს უმცირესობის ხვედრია. და ამიტომ შენი აი ეს ინტერესი მატერიალური კუთხით ამ კანონების გაგებისა ჩემთვის გასაგები ყველა მეცნიერი ეგეთია, ხო, შენ მეცნიერული ტვინიგან. შენ გინდა პრაქტიკულად ნახო, როგორ ხორციელდება ეს და მე ამას მხოლოდ მივესალმები, იმიტომ რომ ამას როცა ადამიანი დაინახავს, ის მასში რწმენა უფრო მეტი და უფრო ძლიერი ხდება. ამიტომ ძალიან კარგია, გავაკეთოთ ერთხელ დავждეთ და მე ცოტა სხვანაირად შეგახედოთ შენ თავს. მე მოვალ და ვილაპარაკოთ. სხვათა შორის შეიძლება თუ არა ჩემი გადაცემის ფორმატით რომ მოვიდე. ოღონდ ეხლა დავიცვათ რაღაცა. ნებისმიერი ფორმატი. იცი რა, ეხლა ფორმატი რამდენი წუთი გვაქვს? ეს არის მთავარი პრობლემა. არა, ჩვენ ისე დავამონტაჟებთ რომ 20 წუთი. კი ბატონო, არა პრობლემა. რა პრობლემა? რამდენი ხანი უნდა ჰოროსკოპის სამსახური? ჩემო კარგო, ჩვენ დაგჭირდება სასაუბროდ, მე და შენ დეტალურად ვისაუბროთ მინიმუმ 1 საათი. და შეიძლება ნუ საათნახევარიც გაგრძელდეს. აი საუბარი რაღაც ინტიმურ თემებზეც იქნება, ხო? ანუ ჩემთვის შენ დაგაინტერესებს, თუ შენ ესეთი კითხვა გაქვს. არა, რამდენად შეიძლება ამის ეთერში გაშვება, ეგ მაინტერესებს. არა, ჩვენ ხა კორექტულად ვისაუბრებთ, უკვე იმას აქში ვართ, რომ ეხლა არ გადავალზედ მეც გვარს თავისთავად, ხო? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი ჩემი ფიზიკოსური წარსული მარწმუნებს რომ მეტაფიზიკა შორს არის, აქ ხო იცი როგორც თავის დროზე არისტოტელემ რა გააკეთა და ბრეზნევმა რა გააკეთა, არის ფიზიკა და არის ფიზიკის მიღვა, მეტაფიზიკა. ანუ იქ სხვა კანონები და სხვა წესები მოქმედებს. მაგრამ მეორე მხრივ ის მეოცნებე ტიპი რომელიც ყოველთვის ვიყავი, ყოველთვის მეუბნება რომ არსებობს რაღაც. ძალიან რთულია ეს. ეინშტაინმა რა თქვა, ხო გახსოვს? თუნდაც მე დავთმობ აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც მივახცე მატერიალურ დონეზე, ჩემს მეცნიერულ დონეზე. თუნდაც 1 წუთით გადამახედეთ იმ ზღვარს იქით, სადაც ჭეშმარიტებაა. კი, და ის ყველაზე კარგად იცოდა. ყველაზე კარგად იცოდა და ის ყველაზე კარგად იცოდა რომ რაღაცა გამოიკვლია, მაგრამ იმის მიღმა ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად. იქ იმალება ჭეშმარიტება, იმის მიღმა, ეს ყველაფერი. შეგიძლია თქვა რომ ეს ჭეშმარიტება დაანახული გაქვს. არა, ჩემო კარგო, ჭეშმარიტების და რაღაც ეტაპები, რაღაც ეპიზოდები, რაღაც მომენტები იყო, მე თუმეტეს როცა მედიტაციურ ტექნიკასთან მქონდა ურთიერთობა, როგორ არა, მაგრამ რო გითხრა რომ ჩემო ჭეშმარიტება, ჩემო კარგო, ჭეშმარიტება დანახულია, ეს ესეთი ადამიანი არ მეგოლება საერთოდ აქ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი სიღრმე. მე რო ჭეშმარიტება მენახავს იმ სრული ფორმით, მე ხლა აქ შენთან ავიწყე. არა, ჩემო კარგო, იმიტომ რომ სირეოდენი მედიტაციური გამონათებების დროს ისეთი ხმები მესმოდა, ისეთი მუსიკა მოდიოდა, ისეთი ფერები იყო, ისეთი სასწაული სამყარო, რომ იმის მერე ეს სამყარო თავისი ფერებით, თავისი მუსიკით absolutურად გაუფერულებულია, მინდა გითხრათ, ეს არის პირველი კლასი. როცა შენ მოისმენ მერვე კლასის მუსიკას, ამას უკვე კი ითქვი არა უშავს, მაგრამ მორჩა აქე დაბრუნება აღარ გინდა. ხო, გურჯიევს ქონდა ძალიან კარგად ახსნილი ქრისტიანობის ეზოთერული არსი. რა მას ეს ქონდა ესე ნებისმიერ სახალხო რელიგიაში არის ეზოთერული ნაწილიც მართალია და ამბობდა რა წარმოიდგინეთ ჩვენ ლაპარაკობთ ასეთ ამაღლებულ თემებზე. ჩვენ გვისმენს კუხარკა ნაჯა, რომელიც მოუყვება კუჩერ ვანიას ჩვენ აზე ვლაპარაკობთ. კუჩერი ვანია კიდე ვიღაც ლისარუბს ჭოპას და მახინჯდება ეს ყველაფერი, ის ფრაზები რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. შეიძლება ჩვენი უფალი საუბრობდა მხოლოდ და ბიბლია ამბობს რომ ანდაზებით ელაპარაკებოდა იგავებით ხალხს, ხოლო საკუთარ მოსწავლეებს კიდევ სხვა რაღაცებსაც ეუბნებოდა. ამიტომ ყველა დიდ სულიეროს და ყავდა თავისი ეზოთერული ჯგუფი. მათ შორის იესოს ყავდა 12 მოციქული. ბუდას ყავდა თავისი ეზოთერული ჯგუფი. იმიტომ რატო? იმიტომ რომ მათ უნდა ეთარგმნა დიდი სულიერი ოსტატების ინფორმაცია, ტრანსფორმაცია ჩვეულებრივი ხალხისთვის. აი ეს აუცილებელი. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. მე მინდა ყველას უსურვო პირველში ოპტიმისტური განწყობა. შალვა, როგორ ვიწყებ დილას, ძალიან მნიშვნელოვანია. სარკეში ჩაიხედავთ, გავუღიმეთ თქვენს თავს, უთხარეთ ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი ჩვენთან არის და ცხოვრება ის დღე იქნება ძალიან საამური, ძალიან კარგი. გისურვებთ ბედნიერებას. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ასტროლოგი მიშა ცაგარელი და ჩვენ ერთმანეთს სუბიექტურ ასში შევხვდებით საღამოს.